მთავრობის მიერ ინიცირებული კანონ-პროექტი საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნა. საკითხმა მიწის რეგისტრაციის შესახებ მოსახლეობაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან ხშირ შემთხვევაში არ არსებობს სრულყოფილი დოკუმენტაცია და როგორც გლეხები აცხადებენ, მათ არც საჭირო ფინანსები გააჩნიათ მიწის დასარეგისტრირებლად. არ არის მისაღები გენაცვალე. საწყალ ხალხს ფული არ აქვს და საიდან გაიფორმოს მიწა. რამდენჯერ უნდა იყიდოს? ბაბუაჩემო ოქროთი იყიდა, მე საიდან ვიყიდო? 160 ლარით ვიყიდო მიწა? ესია, არ არის საშუალება. Გამოდენიმე ნაკვეთი მაქვს, სალცალკე და არ შემიძლია ფული არ მაქვს, რომ დავირეგისტრირო. ხო და რა ვქნა? ეს მის დღემში ჩვენი იყო და რატო უნდა გადავიდეს იმათ ხელში? ერთი და იგივე მიწა რამდენჯერ უნდა დავირეგისტრირო? წინა იმაზე დავარეგისტრირე სააკაშვილის დროსაც, როცა უფასოდ იყო, დავირეგისტრირე, შევარდნაძის დროსაც დავირეგისტრირე და ახლა ისევე ახალი კანონი და რამდენი ახალი კანონი შემოვა, იმდენი ახალი მასე გლეხსა ისედაც უჭირს თავის რჩენა და ვიღარ შეძლებს მაგდენის იმასო. კანონ-პროექტის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის უფლება არ დგინდება, თუმცა წლების განმავლობაში განკარგავს. ამავდროულად საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა მოითხოვოს. მსგავსი შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში მათ, ვისაც სახელმწიფოსგან საკუთარი მიწის გამოთხოვა და დარეგისტრირება სურს, ამისთვის 1 წლიანი ვადა ექნება. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები განკარგოს ან გაასხვისოს. ეხლა რეესტრი მე ხვაში 8 ვიყვანო ვანში, 8 ვიყვანო, მანქანა 60 ლარი ტრანსპორტში უნდა გადავიხადო და იქ აწერაში კიდე ფული სიდან მაგალითად პენსიონერი ვარ, რითი გადავიხადო? ყველაფერი სოფლისთვისო და სოფელში თუ ამდენი გადასახადები იქნა ყველაფერზე, მაშინ ეს ხო უარყოფითი არის ხალხისთვის. არასამართლიანია კანონ-3, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრების იყო ის მიწები ჩვენ გქონდა თავიდანვე და გვაქვს ის დამტკიცებული, მეც არავინ არ შეეხებოდა იმ მიწებს და იმ ადგილებს, მაგრამ დღესდღეობის საშუალება არ აქვს მის ჩვენ რომ გავიფორმოთ და დამემტკიცოთ. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განმარტებით ამ ეტაპზე მოსახლეობასთან ცალმხრივი კომუნიკაცია და თემით სპეკულირება ხდება. მისი თქმით, წარდგენილ პროექტში საუბარია, რომ ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციაში დაეხმარებიან. საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ სამმხრივი კომუნიკაცია ხდება თემით ზოგადად სპეკულირება ბუნებრივია, წინა საარჩევნო წელია და ყველა იყენებს ყველაფერს როგორც შეუძლია იმისთვის, რომ რაღაცა ესე ვთქვათ თავისი დივიდენდები დაიწეროს, პოლიტიკური იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამიტომ მე რასაც ვამბობ არის, რომ იქ არის ხელშეწყობის კომპონენტები, რომელიც ითვალისწინებს ამ ადამიანების დახმარებას იმისთვის, რომ მოხდეს დარეგისტრირება და უბრალოდ სავარაუდოდ უფრო მეტი კომუნიკაცია გასაკეთებელი ამ თემასთან დაკავშირებით. თავისუფალი დემოკრატები მიწის დარეგისტრირების პროგრამის გამარტივების ინიციატივით გამოდიან. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში კი მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა კერძო საკუთრების ხელყოფის, მიწის ბაზრის განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს.